ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ძუძუსკიბოს დიაგნოზი რო დამისვეს 36 წლის ვიყავი. ეს იყო იმხელა შოკი, არა მხოლოდ ჩემთვის, მთლიანად ჩემი ოჯახისთვის და გარშემომყოფებისთვის. მას მერე, არ ვიცი, ძალიან გაგვიჭირდა ამ ფაქტთან შეგუება. საბოლოოდ როგორც გაირკვა, ეს იყო გენეტიკური ჩემ შემთხვევაში, იგივე დიაგნოზი ჰქონდა ბებიაჩემს. ყველა მეუბნებოდა, რომ ძუძუსკიბო დღეს ისეთ პრობლემას აღარ წარმოადგენს და ის განკურნებადია. რა თქმა უნდა, ამის შესახებ მეც ვიცოდი, თუმცა ჩემ შემთხვევაში მასტექტომიის გარეშე განკურნება ვერ მოხერხდა, გარდაუვალი აღმოჩნდა მასტექტომია. მიუხედავად იმისა, რომ 2 წელიწადზე ცოტა მეტი გავიდა ოპერაციის შემდეგ, დღემდე ვთვლი, რომ არ ვარ გამოსული მდგომარეობიდან, ძალიან დიდი სტრესი იყო, შოკში ვიყავი პირდაპირ მნიშვნელობით და დღესაც ასე ვარ, ოდნავ შედეგი შეიძლება გქონდეს ჩემს მკურნალობას, რასაც ფსიქიკაზე ვმკურნალობ, შეიძლება ითქვას, მაგრამ მაინც ძალიან რთული პერიოდი მაქვს და ჩემ ფსიქიკაზე აშკარა ცვლილებებია, ამას მხოლოდ მე არ აღვქვევ, გარშემომყოფებიც აშკარად ამჩნევენ, რომ რადიკალურად შეცვლილი ვარ, პიროვნულად. პირველივე წამებიდან შემიძლია თამამად ვთქვა, რომ განსაკუთრებულ თანადგომას გრძნობდი ყველა ახლობლისგან, განსაკუთრებით რა თქმა უნდა, მეუღლე და შვილები მედგნენ გვერდით და დღემდე ასეა, თუმცა ყოველთვის რატომღაც მერჩივნავ ყოფილიყავი მარტო, სიტყვებით ძალიან რთულია ამ ყოველთვის გადმოცემა, რაც გრძნობს ამ დროს ქალი. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, დღესაც მაქვს ხოლმე პერიოდები, როცა არ მინდა არავისთან კონტაქტი, არ მინდა არავის ნახვა საერთოდ, მირჩევნია დილიდან მეორე დილამდე მხოლოდ ვიყო მარტო და ან ვისეირნო, ვიყო საკუთარ თავთან მარტო, მოკლედ რომ ვთქვა. ალბათ მხოლოდ ის ადამიანები გაიგებენ, ეხლა რასაც ვამბობ, ვისაც ეს ყველაფერი გამოვლილი აქვს. ცხოვრებაში ნებისმიერი რამ შეიძლება დაკარგოს ადამიანმა, ნებისმიერი ტრამვა შეიძლება მიიღოს ქალმა, ვთქვათ, გაიტეხოს ცხვირი, აღარ მოწონდეს საკუთარი ვიზუალი, არ იყოს კმაყოფილი, აღნაგობით, ტანით, თუმცა მგონია ამ ოპერაციის შემდეგ, დიდი ფიქრის შემდეგ და საკუთარი ემოციების და განცდების მიხედვით რომ გითხრათ, აქ მაქვს რომ დავკარგე ქალურობა. რაღაცნაირად ვეღარ აღვიქვავ საკუთარ თავს სრულფასოვან ქალად და მეუღლესთანაც შემექმნა აქედან გამომდინარე პრობლემები და ყველაზე მთავარი და ყველაზე მტკივნეული ჩემთვის არის ის, რომ მისგან კი არა ეს პრობლემები არის ჩემგან გამოწვეული. ის რომ მე ვეღარ აღვიქვავ მის გვერდით ქალად, არის ჩემი ბრალი და ძალიან რთულია ამის გაანალიზება. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ აუცილებლად მივმართავდი პლასტიკურ ქირურგიას და აღვიდგენდი სხეულის ამ ნაწილს. თუმცა დღეს რაღაცა თავს ვიკავებ და გადავიფიქრე პირდაპირ მნიშვნელობით, ალბათ არასდროს არ გავიკეთებ პლასტიკურ ქირურგიას, იმიტომ რომ მგონია, რომ პლასტიკური ქირურგიით აღვიდგენ სხეულის ნაწილს და ვერაფრით ვერ დავიბრუნებ იმ ჩემ ქალურობას და აქედან გამომდინარე არ მაქვს სურვილი.